გამარჯობა. გამარჯობა. აი, ათეიზმის სიცრუეა, ეს არის ჩვენი თეზისი ლაივის და თვლით, რომ ეს განცხადება შეესაბამება სიმართლეს. შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე? რავი, მე პირიქით ფიქრობ. ეგრეთ წოდებული ათეისტი ვარ. შეიძლება ამ შემთხვევაში კი ბატონო, ანუ ხო კატეგორიულად ეწინააღმდეგე იმაში გამოდის მაინც ამ განცხადებას, იმიტომ რომ ხო ათეისტი თქვენ, ანუ თვითონ ათეიზმის სიმართლე. ანუ სადღაც მიყოლებ იცი რა, ანუ არ მაქვს საკმარისი საბაბი რომ ჯეროდეს ღმერთის. ეგაგის ვაკითხავს რომ მაშინ რატომ ჯერა ღმერთის და მაქედან დავიწყოთ. კი, ოღონდ აი რაღაცას გეტყვი, ეხლა აი დაახლოებით მაინც ჩემს პრინციპს გაგაცნობ უბრალოდ, ანუ სისტემას რატომაც ვიძახი, რომ ეს სიცრუეა. ეს გულისხმობ. ანუ აი 2 წამი შეგიძლია რომ დამივუთდე ხმაში შინებს უცებ გეტყვი. ბოდიში უცა ლაივში არ ვერთვები საერთოდ არის აცი. მადლობაც მოვჩართოს. ნახე, მოკლედ ვიტყვი რატო ვიძახი რომ ათეიზმი სიცრუეა. ზოგადად სოფხედულობა ძირითადად შედგება 3 ძირითადი ნაწილისგან, ეს არის ონტოლოგია, ეპისტემოლოგია და ეთიკა. ჩემი აზრით ამ 3-დან ერთი მაინც თუ არ გაქვს სოფხედულობა საერთოდ არ გაქვს. ანუ ამ შემთხვევაში ონტოლოგიასაც შეეხება, ანუ იმას თუ რა არის არსებული ათეიზმს ამის ახსნა არ შეუძლია. იმის ახსნას არ შეუძლია თუ საიდან იცის ის რაც იცის, ანუ ცოდნის შესაძლებლობა საიდან აქვს და ეთიკა ამ შემთხვევაში, ანუ ათეიზმში არ არსებობს ობიექტური მორალი, იმიტომ რომ ათეიზმი თვითონ სოფხედულობა იდეის დონეზე უარყოფს ობიექტური მორალის არსებობას, ანუ ის რომ კარგი და ცუდი არსებობს ობიექტური გაგებით, ანუ რეალურად ანუ ამის თქმა მინდოდა და აქედან რომელიმე თუ არ გაქვს ეს პრინციპი ამის. კი ბატონო, მაშინ მასე რომ ვილაპარაკოთ, ეგრე გამოდის რომ მე არ უნდა მქონდეს ხო ეგ მორალი, მაშინ მე რადგან არ მჯერა რაღაც ღმერთის ვერ განსაზღვრავ ხო კარგის და ცუდისგან, მაგრამ ესე არ არის. არა, მაგას არ ვიძახი. ნახე არა, მე არ ვამბობ იმას, რომ შენ არ შეგიძლია კარგი გაარჩიო ცუდისგან ღმერთის რწმენის გარეშე. არა, შეგიძლია, ანუ ურწმუნო ადამიანს, ანუ ათეისტი შეიძლება არსებობდეს ადამიანი და ბევრად უფრო კარგად ცხოვრობდეს მორალურად, ვიდრე სიტყვაზე ქრისტიანი მორწმუნა. მაგრამ მე სხვა რაღაც ვიძახი. მე ვიძახი, რომ თვითონ ის კი არა, რომ ვერ გაიგებ კარგი და ცუდი რა არის ღმერთის გარეშე. მე გეუბნები, რომ ღმერთის გარეშე კარგი და ცუდი არ არსებობს, ანუ ონტოლოგიურად. აი, გეტყვი რას გულისხმობ. აი, დაუშვათ. შენ ხარ ინდივიდი, რომელიც თვლის, რომ ძალადობა არის ცუდი სიტყვაზე. აი ეს მაგრამ არსებობს ინდივიდი, რომელიც თვლის, რომ ძალადობა არის კარგი. იმისთვის, რომ შენ იყო ობიექტურად მართალი, რომ ძალადობა ცუდია. ამისთვის უნდა არსებობდეს შენი მაგ კონკრეტული ინდივიდის და ყველა ინდივიდის გონების მიღმა სტანდარტი, რისი საშუალებითაც, ანუ დამოუკიდებელი აბსოლუტური მორალური ავტორიტეტი, საიდან გამომდინარეობს, ანუ გამომდინარეობს სტანდარტი, რომ ძალადობა მართლაც ცუდია. ანუ ამ შემთხვევაში ღმერთის არსი, ანუ ღმერთის არსიდან გამომდინარეობს მორალი და აქედან ვიცით, რომ ხო, მაგ შემთხვევაში, ძალიან მარტივი ნათქვამია ეს უბრალოდ რომ ვიღაცა ფიქრობს რომ ძალადობა ცუდია და ძალადობა კარგია, ყველაფერს უკან რაღაცა მოყვება, ხო? ესე რომ ავიღოთ ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც აი ამ წამსაც ომობს, ღმერთის სახელით ომობს მაგალითად, იმიტომ რომ სხვა შეპირება არ აქვს, ხო? მოკვდება სამოთხეში მოხდება თუ რაც არის შეპირებული. მაგრამ მაგის გარდა არსებობს ძალიან მარტივი რაღაცა ახსნა, რისაც ადამიანი ჯერ კიდე თავის სახელსაც რო ვერ ამბობს, მანდაც კი ხვდება რა არის კარგი და ცუდი. ანუ მე ვამბობ აი გეთანხმები, აი ილია ბოდიში აი 2 წამი ისევ დამივუცი, აი უცებ აღიხსნი და მე უფრო მარტივად გავამარტივებ მსჯელობას. მაშინ ამ საკითხს დავუთმოთ ეხლა ჩვენ ძირითადად დრო. ნახე მე გეთანხმები რაში გეტყვი, ანუ ნახე მე შენ არ გჭირდება ღმერთის რწმენა, რომ იცოდე რა არის კარგი და რა არის ცუდი. მე მაგაში გეთანხმები, ანუ ყველა სახე გუნარი, იმიტომ რომ ყველა არის ღმერთის ქმნილება, შესაბამისად, ანუ სუბსტანციურ დონეზე არის ადამიანში ჩადებული, კარგი და ცუდი არ გქონს. ახ პრობლემა არის სხვა რაღაც, ეხლა მე რასაც გეუბნები. მე გეუბნები, რომ ათეიზმში კარგი და ცუდი არ არსებობს. ანუ ის კი არა, რომ ვერ გაიგებ რა არის კარგი და ცუდი, ანუ თვითონ კარგი და ცუდი ილუზია. აი ხა გეტყვი რას გულისხმობ. აი მაგალითად, შენ როგორც ათეისტი ეთანხმები თუ არა განცხადებას, რომ სიტყვაზე უდანაშაულო პატარა ასაკის ადამიანზე ძალადობა არის ცუდი, აი სიტყვაზე ესა ვიყოს, ეს ობიექტურად ცუდი, ანუ ყველა ვარიანტში ცუდია ეგ მოქმედება. მაგრამ განცხადებას ეთანხმები თუ არა? კი, ვეთანხმები მე. აი ეხა 2 წამი დამივუცდი, აი ეხა განვაგრძო მაგას. მაშინ ჩემი არგუმენტი იქნება, რომ შენ მაგ იდეით უკვე ღმერთის არსებობას აღიარებ და აგიხსნი რატო.
იმისთვის რომ აი ეგ შენი განცხადება რომ აი პატარა ბავშვზე ძალადობა არის ყველა ვარიანტში ობიექტურად ცუდი, ამისთვის უნდა არსებობდეს აბსოლუტური მორალური ავტორიტეტის, ანუ ადამიანის გონების მიღება და გეტყვი რატო გეუბნები მაგას. აი მაგალითად, სიტყვაზე შე რო თქვა ილიამ რომ შაულმა გემრიელია და მე რო თქვა ნეომ რომ შაულმა არის უგემური. ამ შემთხვევაში მართალი ჩვენ შორის არც ერთი არ არის, იმიტომ რომ ეგ სუბიექტური საკითხია. შენ მოგწონს, მე არ მომწონს, ასე შემდეგ. ანუ ეს არის ჩვეულებრივი სუბიექტური საკითხი. მაგრამ შენ როცა ამბობ რომ პატარა ბავშვებს ძალადობა ცუდია, შენ იმას კი არ გულისხმობ რომ შენთვის უბრალოდ ცუდი. შენ გულისხმობ რომ პატარა ბავშვებს ძალადობა რო ცუდია, ეს არის ობიექტური ჭეშმარიტება. ზოგადად მორალური ობიექტური ჭეშმარიტება რო არსებობს, რომ რაღაც არის ყველა ვარიანტში ცუდი. ამისთვის უნდა არსებობდეს ადამიანის გონების მიღმა ტრანსცენდენტალური აბსოლუტური მორალური ავტორიტეტი, რომლის არსიდან გამომდინარე ჩვენ გაქვს შესაძლებლობა ვთქვა რომ რაღაც არის ყველა ვარიანტში ცუდი, რაღაც კარგი. ანუ ეს არის არგუმენტი რეალურად ამ შემთხვევაში. ბატონო, მესვისასაც ამბობ, თუმცა ვერ ხვდები რატო ქმნი რაღაც ადმინისტრაციას და იმითი ხსნი, რომ ეს არსებობდეს. აი მარტივად რო ავიღოთ უბრალოდ ემპათიის გრძნობა, რატო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გავიგოთ, რომ უი მე არ მინდა გამემართოს რაღაცა და მაგიტომაც არ ვუზავ რაღაცა ბავშვს ან ბაზარი არა. ნახე, აი ეხა აღიხსნი რატო ვამბობ მაგას, აი რატო ვითხოვ ტრანსცენდენტალურ სტანდარტს. ნახე, აი სიტყვაზე ბაზარი არა ემპათია, მაგრამ ანუ სიტყვაზე ემპათია სუბიექტურია, ეგ პირველი ნაწილი და მე მეორე ვიღაცა სიტყვაზე ემპათია ცუდია, სიტყვაზე მაგას აწვევ. ანუ ისიც კარგი, ანუ ისიც აი დაუშვათ, ეხა არის ინდივიდი, თან ესეთი ინდივიდის არსებობა არც არის რეალურად საჭირო, მაგრამ აი ადვილად რომ მივხვდეთ, მაგიტო ვეუბნები. დაუშვათ, ავიღოთ ვინმე ისტორიაში ხო ყოლია ეგეთი ჰიტლერი სიტყვაზე. ანუ ჰიტლერი თulis რომ აი ეს რაღაცა მისი მოქმედება, მაგრამ შენ იცი რომ ცუდი, ანუ ობიექტურ შეცდომას უშვებს. ან ადამიანების უმრავლესობაც იყო შეთანხმებული რაღაც პერიოდში, მონობა კარგია სიტყვა შუა საუკუნეებში. ეხლა თემა რა, ეხლა ნახე ესა პრობლემა რატო გეუბნები რომ ანუ მაინც ეს რა ვთქვა რომ ვიცით ცოტა ცუდი ნათქვა მე რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცით რა არის მართალი და რა არა და ხო, მაგრამ ნახე, აი ნახე, ეხლა ნახე რას გეუბნები, უბრალოდ აი რა არის აუცილებელი გეტყვი. პატარა შენ თუ იცახი რომ პატარა ბავშვებზე ძალადობა ეს არის ყველა ვარიანტში ობიექტურად ცუდი, შენ უკვე ახდენ ობიექტური სიმართლის პრესუპოზიციას. ანუ ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია ზოგადად, ანუ რატო ამბობ მაგას? ანუ შენ შეიძლება ამბობდი ამას, იმიტომ რომ უბრალოდ ეს არის შენი სუბიექტური აზრი, ან ამბობ იმიტომ რომ იმას კი არ ამბობ რომ უბრალოდ შენი აზრი, არამედ ამბობ რომ ეგ შეესაბამება ობიექტურ სიმართლეს. იმისთვის რომ ობიექტურ სიმართლეს შეესაბამებოდეს, ადამიანის გონების მიღმა უნდა არსებობდეს აბსოლუტური სტანდარტი, მაგ ობიექტური მორალური სტანდარტი იმისთვის რომ ეგ განცხადება შესაძლებელი იყოს. რაღაც პუნქტი რა და ანუ სხვა შემთხვევაში არის არ არის. ანუ მაგას ვერანაირად ვერ ამტკიცებს ეგ მაგას რა. ანუ აი უძმეს, აი ნახე მომისმინე, აი ნახე რაღაცას გეტყვი, აი სხვა მაგალითს მომხარ მაშინ. 2+2 რო 4-ია. აი 2+2 რატო არის 4? 2+2 4 არის იმიტომ რომ ანუ ეს ობიექტური ჭეშმარიტება რატო არის? იცი რომ ადამიანის გონების მიღმაც 2+2 4 არის ჭეშმარიტი. 2+2 რო 4-ია, ეს არის ობიექტური ჭეშმარიტება. ანუ ეხლა ობიექტური ჭეშმარიტების ერთი ტიპი, ეს არის 2+2 4. ეხლა მოგიყვანს სუბიექტურ განცხადებებს. შაურმა გემრიელი, ეს არის სუბიექტური მტკიცება რაღაცის. ანუ შენთვის არის გემრიელი, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება და არ არის ობიექტური ჭეშმარიტება. ეხლა ნახე, შენ მორალზე იძახი რომ არის ობიექტური ჭეშმარიტება. ანუ ადამიანის გონების მიღმაც ეგ რაღაც არის ჭეშმარიტი. აი, ხომ ეთანხმები მაგალითად რომ მათემატიკა ადამიანს არ შეუქმნება? რატომ შეიძლება რომ იყოს ჩვეულებრივი რა ლომი მაგალითად თავის შვილს არ იცავს და რაღაცა ჩვეულებრივი ისე ემპათიის გრძნობას არ იჩენს, ოღონდ სადამდეც თავისი გონება აძლევს ადამიანი. ხა ბევრად განვითარებულია და ბევრად უფრო მეტის წინასწარ განსაზღვრა შეუძლია და ხდება ბავშვი რა არის და რამდენად მოვაკირდება და რამდენად ჯერ ახალი არის სამყაროში და მაგიტომაც არ ეკუთვნის არაფერი ცუდი, ხო? ისა აი კიდევ სიტყვას ცუდი ახსენე. აი ნახე ცუდი ახსენე, აი ნახე ეგ მინდა რომ კარგად მინდა რომ გაიგოს. ნახე აი სიტყვაზე, ანუ ცუდზეც არ გინდა მარტო ნახე შენ რო თქვა რომ ემპათია კარგია. ანუ ეგ არის უკვე განცხადება, რომელიც ახდენს ობიექტური მორალის პრესუპოზიციას. ემპათია თუ არის გრძნობა რა, როგორც ჩვეულებრივად არა, გრძნობა რო არის ეს გასაგებია, კარგია. არ ვამბობ, კარგია რა, უბრალოდ აი ნახე იმაზეც აი მაგალითად ადამიანები რა ვართ ხოლმე რა, რომ აი ბუზი დაждდება რა მაგიდაზე რა და ვიღაცა მოკლას უპირats და მეორე ეთქვის რომ არ მოკლა რა და რა გინდა ვიწო ბუზია იყვის და შენ რო გარჭყლიტონ მოგეწონება, ანუ წარმოიდგინე ადამიანს ემპათიის გრძნობა იმდენად ძლიერი აქვს რომ შეუძლია ბუზის ადგილასაც კი წარმოიდგინოს. არა, კაი, ემპათიაზე ანუ არ იცახი რომ კარგია და სხვა რაღაც გეუბნები, ანუ მიზეშედეგობრივი კაუზალობა, ანუ მაინტერესებს სხვა რაღაცას გეკითხები, აი ყურადღებით მოსმინე არგუმენტს ორი წამი ნახე.
შენ იძახი ესეთ განცხადებას აკეთებ, რომ ძალადობა არის ობიექტურად ყველა ვარიანტში ცუდი. ანუ პატარა ბავშვი, უდანაშაულო პატარა ბავშვი ძალადობა არის ობიექტურად ყველა ვარიანტში ცუდი. ანუ შენ იმას კი არ ამბობ, რომ ეგ არის შენი აზრი და შენ ფიქრობ ეგრე. შენ ამბობ, რომ ეგ არის ობიექტური რეალური მოცემულობა. კარგი. დაუშვათ არ არსებობს ტრანსცენდენტალური აბსოლუტური მორალური ავტორიტეტი. ხო იძახი რომ არ არსებობს. სხვა შემთხვევაში ეს არის უბრალოდ შენი აზრი, ანუ შეფარდებითი აზრი სხვა ადამიანის აზრის წინააღმდეგ. მაგრამ თუ ვიტყვი რომ კაია, ვერ შემეწინააღმდეგები, რატო? მაგალითად ოთო გეუბნება რომ კარგია. აი ანუ შენი აზრი არის ოთოს აზრის წინააღმდეგ, იმიტომ სუბიექტური. შემეწინააღმდეგოს, შემეწინააღმდეგოს. ძნობები რომ ანუ უმეტესობა დავეთანხმებით, მაგრამ ათასობით მილიონობით ადამიანი ისევ ჰიტლერი ვინც ახსენე ბავშვებს არ კლავდნენ და რა მაგათ არ ჯეროდათ ღმერთის ან წინა საუკუნეებში არა ღმერთის დაჯერება ცოტა ხანი ღმერთის დაჯერება ისა ბევრ რაღაცას შევეხები ახლა მაგრამ უბრალოდ ის არის რა ქვია ანუ თან რა თქმა უნდა საბოლოოდ დღის ბოლოს ჩემი აზრი არის ბავშვი რო არ უნდა დავაზიან და არ უნდა მოკლა ეგ არის ჩემი აზრი და მაგით ვარ. პირადი აზრი, ანუ ეგ არ არის ობიექტური ჭეშმარიტება. მაგრამ ობიექტური ჭეშმარიტება ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ ობიექტური ჭეშმარიტება არის სადმე. გემისთვის არსებობს ობიექტური. ნახე ძალიან კარგი რაღაცამდე. ნახე ძალიან კარგი რაღაცამდე მივედით. ეხლა მე და ილიამ გავიგეთ ესეთი რაღაც რომ პატარა ბავშვების სიტყვაზე წამება და გაუპატიურება ობიექტურად ცუდი არ არის, იმიტომ რომ ეგ რო ობიექტურად ცუდი იყოს, ილიას გონების მიღმა, ოთოს გონების მიღმა, ნეოს გონების მიღმა, ჰიტლერის გონების მიღმა და ყველა ადამიანის გონების მიღმა უნდა არსებობდეს სტანდარტი, ანუ აბსოლუტური მორალური ავტორიტეტი, მიღმიერი სტანდარტი თუ არსებობს, უკვე ღმერთის არსებობას ვაღიარებთ. ამიტომ ილია ამბობს, რომ პატარა ბავშვების წამება და გაუპატიურება ობიექტურად ცუდი კი არ არის, უბრალოდ ეს არის მისი საკუთარი აზრი. გასაღებია ამ შემთხვევაში ანუ მაგიტო გეუბნებოდი რომ სოფხედობაში თუ არ არის ეთიკა ჩემი აზრით საერთოდ არ არის სოფხედობა და გეტყვი რატო იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ თვითონ ცოდნას ანუ ეხა ეპისტემოლოგიის შევღოთ ცოდნას არ გააჩნია არანაირი ობიექტური ღირებულებითი დანიშნულება რის გამოც მისი მიღებისკენ უნდა ვისწრაფოდოთ ანუ ეგ გამომდინარეობს მაქედან თუ ეთიკა აღარ არის ხო მე გაგზელე ამ საბოლოოდ საერთოდ მიკროს ანუ ის რომ ასე ვთქვათ, ცოდნა არის უაზრო. ანუ მაგ ლოგიკით, ანუ ცოდნას არ აქვს ღირებულება. ეს ერთი ნაწილი ამ ლოგიკა ამავალ. თუ მაშინ არსებობს რაღაცა ერთი საერთო რაღაცა ჭეშმარიტება. რატო იყო თვითონ ბიბლიაში შეულებრივია წერია და წლების და საუკუნეების განმავლობაში რატო იცვლებოდა მაგალითად ხმაში შეიძლებოდა რომ არ ვიცი ცოლი გაგეუპატიურებინა ან ყოლოდა ასე შემდეგ. კი, ბევრი არის მაგაზე ცოტა დიდი ხანი იმასთვისაც. მე გაგაცნობ თავს მე ვარ ნეო, ძველი ახთმის ექსპერტი, ძველი ახთმის ექსპერტი გახარ. ძველი ახთმის ექსპერტი გახარ და მსგავსი რამე არ არის წერილში. სოლის გაუპატიურება ნამდვილად არ სადარიძებნება. არა არაფერი არ წერია ზოგი მაგრამ არა პირიქით ანუ გაუპატიურებაზე მუსლიმი აპოლოგეტების ვიდეო მაგში გაუპატიურება სიკვდილით შეებოდა ძველი ახთმის პერიოდში ინსტრუქციული სიკვდილით შეებოდა ძალიან ბევრი რაღაცაც ასევე არ ვიცი რა ასევე ძალიან ბევრს მოუწოდა მოიკვოთა ეს რაღაც ჰომოფობიური განცხადებები იქნებოდა რომ ჩაიქოლათ თუ მაგალითად განცხადებები სხვა მატერიალის საროჭკას თუ ჩაიცვა თუ იმას რა ქვია მაიკას თუ ჩაიცვა მაგაზეც შეიძლება ჯოჯოხეთ არა ცოტა არასწორად გაწოლია ძალიან წიგნია ძალიან ჰომოფობიური გავიგეთ არა ცოტა არასწორად ძველი ახლა პატარა ხარვეზებითა გაგებული ნახე ძველ ახთმაში არსებობს ორი სახის ჯული ეს არის ფორმალური და ინსტრუქციული ანუ ეხა შენ გულისხმობ ინსტრუქციული ჯულს და იმ ინსტრუქციული ჯულსაც კარგად არ ყვები. ინსტრუქციული ჯული იყო კონკრეტული ეროვნების, კონკრეტული ადამიანებისთვის მიცემული იმისთვის, რომ ეგ ადამიანები გადარჩენილიყვნენ, იმიტომ რომ ღმერთი უნდა განკაცებულიყო. ახთმის თანახმად. შესაბამისად, მათ ჰქონდათ კონკრეტული ინსტრუქცია. მაგ ინსტრუქციებშიც კი ყველაფერი არის, ანუ სამართლიან პრინციპზე აგებული. და მე ღმერთი განკაცდა და თვითონ აღასრულა და მოკლდა. ის მაინტერესებს, აი ბიბლიაში რა ისტორიებიც წერია რა, მაგალითად აბრამის ბატკანი ან არ ვიცი ნოეს კიდობანი აი რამდენად მიგაჩნია ეგ რო აი არ ვიცი გადატანითი მნიშვნელობით წერია თუ მართლა აი რეალურად ანუ ნაწილი რეალურად ნაწილი პირდაპირ მნიშვნელობით ნაწილი ამ შემთხვევაში სიმბოლური ენით როცა იგავია მოთხრობილი გასაგებია რომ ეგ იგავი არის მინიშნებითი და სწავლებისთვის მოთხრობილი და არა
ის იგავი მაგალითად რო ავიღოთ აი ადამი და ევას ისტორია ადამი და ევას ისტორიაშიც ეგრე ანუ ადამი და ევა ისტორიული პიროვნებები იყვნენ მაგამ ბავშვი ნაწილი პირდაპირ მნიშვნელობით ნაწილი გადატანითი მნიშვნელობით ანუ არა პირდაპირ რო ავიღოთ მაიმუნებიდან ევოლუცია გამიცადეთ თუ ადამი და ევა არა ევოლუცია ანუ არ განგვიცდია ევოლუცია განვიცადეთ თქო მიკროევოლუცია ანუ შიდა სახეობრივი ცვლილებები მოხდა მაიმუნიდან არა ანუ სხვა არსება არ ყოფილვართ ანუ ადამიანი იყო აუდრის ას ანუ იდენტობის კანონის მაგალითად აი მაგას რა ამბობ როგორ ამტკიცებ იმიტომ რომ ევოლუციაზე შემიძლია ხო და გიმტკიცე ხა ევოლუცია შეგიძლიათ განათლებული ევოლუციაში არ ვარ მაგრამ კარგად იცი აი მე გეტყვი როგორ მამტკიცებ სადაც კარგად რო წაიკითხო გაიგებ რომ არა მე გეტყვი რაღაც აი ორი წამი მომისმინეთ ორი წამი რო დამივუცეთ ცოტა შიშინი შემოდის ბოდიშილია ძმაო ბოდიშკი ხთი 1950-იან წლებში ესეთი მოლეკულური ბიოლოგი იყო ფრენსის კირკი რომელმაც აღმოაჩინა რომ დნმ-ის ქვედანაყოფები რომელსაც ნუკლეოტიდურ ფუძეებს უწოდებდნენ ფუნქციონირებდნენ როგორც ანბანური სიმბოლოები წერილობით ტექსტში როგორც ნულები და ერთები პროგრამული კოდის სექციაში სხვათა შორის ფრენსის კირკის აღმოჩენა იყო ფრენსის კირკი იყო სხვათა შორის ასევე მეორე მსოფლიო ომში კოდის გამტეხი მაგარი კაი კაცი იყო და ფრენსის კირკის აღმოჩენა იყო ეგ რომ ფრენსის კირკმა აღმოაჩენოს თვითონ ამ ქიმიურ ქვედანაყოფებს რასაც ფუნქცია აძლევდა ეს არ იყო მათი თვითონ ქიმიური შემადგენლობა არამედ მათი სპეციფიკური განლაგება ამ დამოუკიდებელი სიმბოლოების კონვენციის შესაბამისად ეხლა თემა რა არის არგუმენტს მოусმენი ანუ ამაზე მე ანუ ამის შედა ეხა ბიოლოგიის წიგნებში აქვს ბავშვებს გენეტიკური კოდი რო იძახენ რომ წარმოდგენა არ აქვს რა არიან ეხა დღეს სკოლაში ცოტა ცუდად ასწავლიან მაგრამ ამაზე მე ჩატარდა კვლევები დევიდ ბელინსკი იყო ეს ათეისტია დევიდ ბელინსკი ისა აღმოაჩინა მან მოლეკულური ბიოლოგია ეგეც მაკროევოლუციის თეორიაში აღმოაჩინა მან მათემატიკური პრობლემა და მაგას დაარქვა კომბინატორული ინფლაციის პრობლემა მე ანუ ეს ნიშნავდა რომ ამბობდა ამტკიცებდა იგი რომ კოდს არ შეეძლო ახალი ინფორმაციის გენერირება ისე რომ კოდში შემავალ ინფორმაციას დეგრადაცია არ განეცადა ანუ მათემატიკურად იყო შეუძლებელი მე სტივენ მაიერმა დაწერა წიგნი ესეთი დარვინის ეჭვი სადაც წარმოადგინა 100 არგუმენტი რატო არ არის დარვინის ევოლუცია სიმართლე შენ იმას არგუმენტში რომც იპოვო რამე შეცდომა 1-15 წელი დაგჭირდება აი რომც იყოს სიტყვაზე სტივენ მაიერის წიგნში შეცდომა ჩვენ გვჭირდება 1-15 წელი რომ გავიგოთ რა შეცდომა დაუშვა იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ანუ არგუმენტი არის ინტელექტუალური დიზაინის თეორია და მეტაფიზიკური პრინციპი რატო არ არის მაკროევოლუცია სიმართლე მაგრამ თემა რა არის რომ მაკროევოლუცია მაინც ანუ ეხა დაბალი კატეგორიის საკითხია რეალურად რა ანუ ვინმე თუ ამბობს რომ მაკროევოლუცია სიმართლეა ანუ მტკიცების ტვირთი მასზეა რომ რამე მტკიცებულება წარმოადგინოს და ჩვენ გვჯერა შიდა სახეობრივი ცვლილებების ანუ ცვლილება და ადაპტაცია განიცადა ადამიანმა დროთა განმავლობაში მაგრამ ადამიანი არ ყოფილა თევზი ანუ მაგის არ გვჯერა იმიტომ რომ ეგ მეცნიერებას ეწინააღმდეგება ჩემი აზრით სულ რომ დავანებო თავი ლოგიკას და რაღაცა მეტაფიზიკურ აბსურდებსავს ნუ როგორ გითხრათ ძალიან განათლებული არ ვარ ევოლუციის თემაში რაღაც ჩანს მოდროვებული გაძლევრი რაღაცა არგუმენტის წინააღმდეგ რა მაგრამ არ ვიცი ნუ დღევანდელი გამოკიდებულება ანუ სტივენ მაიერი ჩემი მეგობარია პირადად და მისგან ვიცავს მაგიტომაც იმასრები თან რაღაც ბევრად უფრო ლოგიკურად ჟღერს ჩემთვის ეს ყველაფერი ვიდრე აი რაც ჟღერს ლოგიკურად რომ თევზიდან წამოხვედი თევზი რა თქმა უნდა გაითვალისწინო რომ ეს არ მოხდა ხო რაღაცა 10 დღეში ან 10 წელიწადში ხო მილიარდობით მაგ ლოგიკაზე ვკითხავ ნეოთი შეიძლება რაღაცის კითხვი 2 წამი დამივუცდი 2 წამში კითხვი ზუსტად აი მეც ამაზე აღარ ვილაპარაკებ აღარ გაწვალებთ არავის ვიცი რომ მოსასმენია ანუ ევოლუციის თეორიის მიმდევრებს მაგას ვატყობ რომ ამათ გონიათ რომ დრო დიდი დრო ხონდა უძან და ეს ბიჭო დრო რომ ტერია მაგას ვერ ხვდება ვერც ერთი ევოლუციის თეორიის მიმდევრი ანუ პირიქით დრომად ხელს გიშლის ანუ კი არ გეხმარება ხელს გიშლის და გეტყვი რატო გიშლის იმიტომ რომ ზოგადად სიცოცხლისთვის აუცილებელი ქიმიური ნივთიერებები ანუ ამ ქიმიურ ნივთიერებებს აქვს კინეტიკური წარმოშობა ანუ ეს ნიშნავს რომ თერმოდინამიკულად არ არის სტაბილური ფორმა აი ნახშირწყალი აი რომელიც არის სიცოცხლისთვის აუცილებელი ნახშირწყალი არის კინეტიკური წარმოშობის ანუ ფორმირების შემთხვევაში დეგრადირდება სწრაფად ანუ დრო მტერია პირიქით ანუ მან ჩქარა უნდა მოხდეს თუ რამე ხდება ისე რა მეგეუბნები ძალიან ზედაპირულად რაც უმეტესობა ხდება და აი ზედაპირული ის არის ან გაქვს მოგრავებული რაღაც ძალიან კონკრეტული არგუმენტები რომელსაც უმეტესობა რაზე ხდება და არ მოგატყვებ რასაც ამბობ ვერც გადავამოწმებ მე მისა ილია ანუ მეგეტყვი რატო ანუ მეგეტყვი რატო ვიცი ესენი გეტყვი რატო ის გავიგე ის ციგნები რაც თქვენ ხო ლუკა მე გეტყვით ეხა გეტყვით ორ ადამიანს პირადად ვიცნობ ამ ადამიანებს მე თვითონ მეგობრ სტივენ მაიერი უფროსი კაცია ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეცნიერი არის ჩემთვის და ფიზიკოსია და მოლეკულურ ბიოლოგიაში პირადად ვიცნობ
ესენი მის გამო და არიან კიდე ქრისტიანი აპოლოგეტები, ვინც ამ საკითხში ანუ მთელი ცხოვრება ამას შეალიეს. მე არ მესმის ბიოლოგიის გასაგებია, მაგრამ ანუ უბრალოდ ელემენტარულად რომ დაუკვირდე რამდენი ის არის რა ქვია, სიახლოვე არის ცხოველთან, ჩვეულებრივ ცხოველთანაც, თუმცა მაიმუნთან, უბრალოდ ძალიან მარტივია რომ დონეზე. აი ნახე, მაშინ იმას მაინც ვერ ხვდები, რატო იბადება კიდე ხალხი, რომელიც მაიმუნს აგავს ან კუდი ამოდის. მართლა ჩვეულებრივად იბადება და აი ხა სერიოზულად ეგარგეთოს იმედია. უთქვამს, კახი, შენ ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს ადამიანებს. კახი, ბიჭო, არა ეხა რა მაიმუნი. ილია მაგარი კაცი ხარ, მართლა. მაიმუნს რატო გვანანო ხა? სასაცილო პროფესორი. აი ნახე ილია, ოღონდ ნახე ერთი რაღაც არის. რასო რა მაიმუნს რატო გვანან ხალხი? როგორ არ გვანან მაიმუნს, აბა რა ვიცი. ერთი მე ვკითხავ ზედაპირულ კითხვას დავუსვამები არიან. არა ისე მეც ვიცნობ მაიმუნს დამსგავსებულს. ანუ მან გეტყვი ერთ რამეს ზოგადად ისე, ანუ ადამიანი როგორც არსება რადიკალურად განსხვავდება ყველა არსებისგან, აი მარტო ის რომ სიტყვაზე რეველაციო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ სრულიად სხვა არსებაა, მაგრამ თუ იტყვი რატო არის მატერიალური კუთხით ნიშან-თვისებები საერთო, იმიტომ რომ ერთი კრეატორი ყავს ორივეს და მაგიტო მეტი არაფერი. აჰა, ანუ ვარ მაგამდე დადიხარ. ხო და მოდი აი მე გავარ მაიმუნს, აი მე. კარგი. ოთო თუ ძმა ხარ. ეი მე დავსვამ ერთ კითხვას. ჩემო ძმა, სახელი შემახსენე შენი ილია, ხო? ილია, დიახ. ილია. ესე იგი ევოლუციის თეორიის ერთ-ერთი მთავარი ანუ მიზეზი რატომ მოხდა ევოლუცია ეს ხო გადარჩენის ინსტინქტი ხო ეგრეა? აჰა. ანუ აი ძალიან მარტივად რა ეხლა ლუკასავით მე არ წავალ მოლეკულარულ საკითხებში. აი პირველ უჯრედს რატო გაუჩნდა ეგ ინსტინქტი? ეგ არის ანუ თვითონ არ ვიცი რა რაღაც სიცოცხლის ფორმულა არ ვიცი მაგრამ არ მინდა ეს ძალიან მაგრამ შევსულიყავით მაინც ამ თემაში მე მაინც როგორი ამბავი არის აი მე აი კახი ეგ აი კითხვა და მე საერთოდ ჩემი აზრით ერთი რაღაც უნდა გაიგოთ რა ერთი რაღაც უნდა გაიგოთ რა ანუ ამ თემაში ძალიან ღრმად რო ჩახვიდეთ მაინც ზედაპირული მირჩევნია გამოცდილი მეცნიერების ზედაპირული წაკითხული ვიდრე აი თქვენი რაღაც ძალიან ეს ხო არაფერი ისალ უბრალოდ ნახე ანუ ერთი რაღაცა გავარკვიოთ რომ ანუ კი რაღაც ცოდნა გექნებათ მაგრამ დარწმუნებული ვარ იმდენი არა როგორც მაგალითად არ ვიცი აი მე გეტყვი რა ცოცხალ გენიოსად არის რიჩარდ დოკინსი რა საკითხში გეტყვი მეცნიერებს ვინც აქტიურად არიან შენ პოზიციაზე სიტყვაზე გეტყვი რიჩარდ დოკინსი და აი სტივენ მაიერი ჩემი მეგობარი სტივენ მაიერს ანუ რიჩარდ დოკინსა მაგ თემაზე ახლა რიჩარდ დოკინს თავისი პირით აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი რომ დნმ-ის სისტემა გავს მანქანურ კოდს პირდაპირ თქვა რომ მანქანურ კოდს გავს თვითონ აღიარა ანუ მე არ მესმის კოდის პირველი წყარო გონება როგორ არ უნდა იყოს და აი სად აი რა ემპირიულ გამოცდილებაში ან რა დოკინსი ავტორიტეტია ჯერ ეგ კითხში არ არის ავტორიტეტი ახლა შევეხებია დოკინსი ათეისტი არის დოკინსი არის პირველი მიმდევარი იმის მაგრამ ეხა მე კითხე შეიძლება არ არის ის შეიძლება კითხე იცი დოკინსი ანუ მე გეტყვი რაღაც არ ვიცი ანუ ილია მე გეტყვი რაღაცას რა ავტორიტეტია ემოციური ტიპია და ხანდახან ცოტა აი მე გეტყვი რაღაც პასუხი უბრალოდ არ ვიცით და მე გეტყვი ამას ვიტყვი და ვსე რა უბრალოდ აი ეგ არის რა ძალიან მნიშვნელოვანი რომ აი როგორმე უნდა ვისწავლოთ რომ თქვათ რომ რაღაცა არ ვიცით და ეგ რა არ ვიცი ეთეი არის რა მაგალითად რა რომ აი რა ავიღოთ რა ჩემთვის ყველაზე კაი ახსნა რატომაც საერთოდ ჯერ ადამიანს ღმერთის არის ის რომ რაღაცას უბრალოდ ჯერ ვერ ხსნის აი არა ეგ არის საზღვრების ღმერთის არგუმენტი მაგალითად წვიმის ღმერთი და მე ცოტა ხანში საზღვრების ღმერთი ნახე შენ თვითონ ამბობ რომ ეს მაინც ვიცოდეთ რომ რაღაც საზღვრების ღმერთია ძმებო არ შეიძლება ჩალისკაცი ანუ რეალურად რავი რამდენიმე არგუმენტი იყო რაზეც თქვი რომ ამაზე პასუხი არ მაქვს მაგრამ აქეთ გაქვს ესეთი მოწოდება რომ არ ცოდნა ვაღიაროთ ანუ რეალურად აქედან დაისვა არგუმენტები რაზეც შენ არ იცოდი პასუხი მაგრამ არა ევოლუცია აი ისა ორი წამი მაცადეთ მეგობრებო ორი წამი დაგამიუთეთ მეგობრებო ორი წამი მაცადეთ გთხოვთ რა ილია სხვაგან არ წავიდეთ რა გთხოვთ ერთი წამი ეგ არის საზღვრების ღმერთის არგუმენტი რომ რაღაც არ ვიცით ამიტომ ღმერთი არა
აქ ეხლა რაც არგუმენტებიც იქნება წარმოდგენილი, ეს არის დედუქციული არგუმენტები, ანუ თუ პრემისები მართალია დასკვნა მოყვება, ანუ ჩვენი ღმერთის წვენა დაფუძნებული კი არ არის იმაზე, რაც არ ვიცით და ამიტომ ღმერთი არა. ჩვენი ღმერთის წვენა არის დაფუძნებული იმაზე, რაც ვიცით. ანუ პირიქით, ეგ არის საზღვრების ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში, მაგას შეხვდები საზღვრების ღმერთის არგუმენტს და იქ ბერძნული მითოლოგიის ღმერთების მეტაფიზიკაშიც კი არ ეგრე პრიმიტიულად იქაც არ არის საქმე, როგონია, მაგრამ ხო ცხადია, მან საზღვრების ღმერთის არგუმენტის ისინი არის ელემენტები. მაგრამ ჩვენთან ეგ მაგას ვერ ნახავ, ვერ იპოვი. ანუ ჩვენ რაც ვიცით იმის მიხედვით გვჭირა ღმერთის და არა რაც არ ვიცით იმის მიხედვით, იმიტომ რომ ეგ არის ფალასი. ანუ საზღვრების ღმერთის არგუმენტის ფალასი. ანუ მაგ პრინციპზე არ ვარ და ხო იმიშო. მისთვის ავტორიტეტი ვინ არის? ეგ მაინტერესებს. აი რაღაც მეცნიერების მჯერაო, ვინც ლაითად იტყვიან, მაგრამ მაგარი მეცნიერიაო და ვინა ავტორიტეტი ეს? შეგიძლია თქვა? გავიღეს რაღაც სახელი გინდა მაინც. აი მეცნიერი რომელსაც ენდობი რა, აი მეცნიერია რა. კაი ეგრე მეცნიერი რომელსაც ენდობი. ნიუტონის კაი მეცნიერობის ჯერა თუ ისე რა მეცნიერი იყო ნიუტონი. ეს უკვე მაგარი სულელური კითხვა იყო მართლა რა ნიუტონის კაი მეცნიერი. ანუ კაი მეცნიერი იყო თუ არა? რას ქვია კაი მეცნიერი იყო ნიუტონი ეს ხო ანუ რაღაცა ვალიდურია შენთვის თუ აი ვიღაცამ რაღაცა თქვა ფეხებზე კიდია ნიუტონმა თქვა თუ მე სულელური კითხვა და არ უპასუხებ მაგას ანუ გჯერა თუ არა რავი რომ აი მინდა რომ რას ქვია მჯერა ნიუტონის მე უპასუხებ მე კაი მეცნიერია თუ აი ჩემი სიტყვა და ნიუტონის სიტყვა ერთადია რა მეცნიერია რას მეუბნები გიხსნი დამაცადე ჩემი სიტყვა ხო არ გჯერა წეგან თქვი რომ თქვენი სიტყვის ვერ დავიჯერებო და ნიუტონისნაირი მეცნიერების ალბათ გჯერა თუ ნიუტონიც ჩვენ კატეგორიაში გაგყავს აი ეს მაინტერესებს ნახე განსხვავება რა არის ჩვენ რო ავიღოთ რა ეხლა ყველამ რა და თქვენი ეს წიგნები და დავწვათ რა ხო ცოტა ხანში შეიძლება შეიქმნას რაღაცა მსგავსი რაღაცა ღმერთი რაღაცა რა მაგრამ იქნება ყველაფერი განსხვავებული და რო დავწვათ ყველა ფიზიკის და ნიუტონის და ყველა აი ამ ცნობილი წიგნები რამოდენიმე წელიწადში ზუსტად იგივე გაჩნდება იცი რატომ იმიტომ რომ მაგრამ არ გეცნობს არგუმენტი იმიტომ რომ 1000 ჯერო გაიმეორო ეგ ფორმულები მუშა რაღაცას გეკითხები ნახე წეგან ეს რაღაც ხო თქვი ანუ კანონიერი რაღაცა ჭეშმარიტ რატო ასკური ისევ გაჩნდება იგივე წიგნები ერთზავი დაამთავრებინე ლოგიკურად მუშა დაამთავრებინე ხო მისმინე ერთზავი წეგან ხო იძახდი ჩვენზე იძახდი რომ თქვენი რაც არ უნდა ესეთი სიტყვებით ილაპარაკოთ ხა რომ მე ვერ ჩავწვდე ბოლომდეო თქვენსას არ დავიჯერებო მაგრამ ვიღაც მეცნიერმა რომ მარტივი სიტყვებით მითხრას იმისას უფრო დავიჯერებო აი ესეთი სიტყვებით თქვი თუ არა კი და რა თქმა უნდა ეს სიმართლეა ხო და ეს ვიღაც მეცნიერი ნიუტონი რო იყოს ვალიდურია თუ ნიუტონის ჩვენს იმ კატეგორიაში გადის არა ნახე მე რო გითხრა რომ აი მუცელი მტკივა სიცხე მაგ და რაღაცა მაკანკალებს რა და შენ აქ რომ მიჯდე და მიმტკიცო მთელი ღამე რო კიბო გაქო ექიმთან რო წავიდე და მითხრას რომ უბრალოდ რაღაც გაციებული ხარო სამწუხაროდ დეტალებში არ ჩავიდე ორჯერაც არ ვფიქრები ექიმს დაუჯერებ იცი რატო რა ექიმს გავიგე და იცის რა ხო და მაგ ექიმს რა ქვია რომელ ექიმზეა ლაპარაკი აი რაღაცა არ ვიცი რაღაცა მომისმინე ხო მიდი მომისმინე სხვა რაღაც გეკითხები ეგ ხო თქვით ხო არ გეკამათები ჩვენი სიტყვის არ გჯერა მეცნიერის ჯერა მაგაზე არ გეკამათები კითხვას მოусმინე ნიუტონი ჩვენ კატეგორიაში გადის თუ იმ მეცნიერების ვინც გჯერა თქო კითხვა ეგაა რას ნიუტონის ჯერა რაღაც სისულელე ბიჭო ნიუტონის ჯერას რომელი მეცნიერის ჯერა ჩვენ კატეგორიაში გაგყავს ჯერაზე ამ ჯერაზე ჩემი გადასაწყვეტი არ არის რა და მაგიტო არის სულელური კითხვა მაგას რომ ეკითხები კითხვას მიდიგე კითხვა არ არის ნიუტონის ჯერა თუ არა თავის კითხვას მოусმინე მე ვიტყვი ორ კითხვას მოусმინე ნიუტონის აზრს უფრო გავითვალისწინებ ფიზიკაზე და მათემატიკაზე ვიდრე მაგალითად ეგეც არასწორი მსჯელობა ილია ნახე ეგეც ფალასია ნახე არა რაღაც სხვა რაღაცას იძახით მა კითხვა ეგ არისო ორი შედაშოშია ეგ რაღაც ვეთქია ნიუტონიც რო ჩამერთოს და მითხრას ღმერთი არსებობს არ დავიჯერებ რავი რა არა გავიგი ხო და ანუ ფალასია მაგრამ ანუ არავისას არ დაიჯერებ მაგას ქვია ბიჭო ხო რავი რაღაც გეუბნები რომ ნახე აი ეს არანაირად ერთი წამით ეხა ერთს ვიტყვი მაგა რაღაც მივაგენი შენ სინამდვილეში წეღან მოიტყვე და გეტყვი რა მოიტყვე მეცნიერები რომ მოიყვანე მაგალითად ანუ შენ ეხლა აღიარე რომ ნიუტონი კი არა ვინც გინდა მითხრას ღმერთი არ არსებობს მე არ დავიჯერებო
ანუ შენ არავის არ გჯერ. ნახე ნიუტონი რომ მეუბნება რომ აი ეს რაღაცა სამი კანონი მოვიფიქრე, მე ნიუტონი მიწერს რა რომ ეს ესე არის და მე ჩემთან სახში ან თუ გინდა რა ვიცი ახალ ზელანდიაში გადავა. ის კანონები ისე იმუშავებს, მაგრამ ანებე ნიუტონს და მეტყვი ღმერთი არსებობს და მეუბნება. ეგ არ არის ჩემი არგუმენტი. და ვერ მეუბნება რატომ? გეუბნება. გაჩუმდი ერთი წამი, ძმა, გაჩუმდი ერთი წამი. ნიუტონი დაიკიდე ხა. შენ მეცნიერებს არ გჯერა საერთოდ. ყველა რომ ვინც გინდა მოვიდე შენ არ უჯერებ მეცნიერებს. შენ გეუბნები ანუ რა აი ორი წამი მაცა ოთო და არავის არ დაუჯერებ და იტყუები შენ რომ დაუჯერებ. ორი წამი მაცა რა ნახე. ანუ ჯერ თემა რა არის იცი რომ ჯერ ეგ ფალასი ანუ სიტყვაზე მე რო ვიტყვი რომ ყველა ლუწი რიცხვი 2-ზე იყევქვა თუ 4 იტყვის მათემატიკოსი არა აქვს ანუ ვალიდურობას არ ძენს ერთი და იგივე განცხადება და ერთნაირი ვალიდაცია გააჩნია მაგას არ აქვს მნიშვნელობა პროფესიით ვინ არის ადამიანი ვინც მაგ განცხადებას აკეთებს ეს ერთი მე ნიუტონი საერთოდ ამბობდა რომ მეცნიერება შეუძლებელია ღმერთის გარეშე და მან ეგ იმიტომ რაღაცა ეს არ არის რაღაცა ისე რა მხატვრულად კი არ ამბობს მაგას ანუ თვითონ მეცნიერული მეთოდისთვის საჭიროა ტრანსცენდენტალური კატეგორიები, აი ლოგიკის კანონები, მაგალითად რაც არაემპირიულია, ანუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით არ მიიღწევა. ეგ არის მეტაკატეგორია, რომელიც წინ უსწრებს აღქმის პროცესში მეცნიერული კვლევიდან მიღებულ ინფორმაციას. ასე რომ მეტაკატეგორიები საჭირო, ანუ ეს ემპირიული ცოდნა არ არის თვით დამტკიცებადი, ანუ ჭირდება მაღალი კატეგორია და მაგით ღმერთი ყველა ვარიანტში არსებობს. ანუ ის კი არა რომ ღმერთი უი მოხდა და არსებობს, არა ღმერთი არის აუცილებელი არსება თვითონ, ანუ შეუძლებელია რომ არ არსებობდეს. აი როგორც სამკუთხა ოთხკუთხედი შეუძლებელია არსებობს, ღმერთი არის შეუძლებელი რომ არ არსებობდეს, თუმცა აუცილებელი არსება მაგას ნიშნავს. ანუ ცოდნისთვის აუცილებელი, მაგრამ მახამდე რომ მივიდეთ რაღაცა ანუ უნდა მივიდეთ არგუმენტავდე. მაგრამ ევოლუცია კითხვა მაქვს რა. აი მართლა მაინტერესებს. არსებობს ადამიანი მსოფლიოში, ვინც მოვა და გეტყვის რომ ღმერთი არსებობს და დაუჯერე. არსებობს შენც ეგეთი ადამიანი. ამჯერ უნდა გავიმეორო უბრალოდ. მაგრამ რატო ეუბნები ოთო მაგას რატო ეკითხები ვერ ხვდები არა ისი რატო უბრალოდ აი გამცეს პასუხი და გეტყვი რატო ეუბნები. პირველი დავიწყე კითხვით რომ რატო გჯერა თქო რა ანუ ნახე რატო გჯერა მეუბნები რომ ჯერაო გეკითხები რატო შენ პასუხო დამიმტკიცებ რომ უნდა გიმტკიცებ მეუბნები რაღაცა ძალიან ჩაულები ადამიანის რაღაცა ერთ-ერთ ნაწილს რომელიც ანუ თუ გინდა აბორიგენები აიღე რომელიც კუნძულზე ცხოვრობენ ეგენიც არ მოკლავენ ბავშვს რა არა ანუ არის ხალხი ჭამს აუ ერთი წამი გაჩერდით ორი წამი მასეთ რა ბიჭო შენ თვითონ თქვი წეგან რომ პატარა ბავშვის წამება არ არის ობიექტურად ცუდი ჩემი სუბიექტური აზრიაო შენ თვითონ მიხვდი რომ ათეისტში ობიექტური მორალი არ არსებობს ეს ერთი მე მეორე მიხვედრაზე არ არის გითხარი რომ მანდ არ არის მაგარი მორალის ონტოლოგიაზე და არა ეპისტემოლოგიაზე როგორ მიხვდები ეს ერთი მე მეორე ანუ ღმერთის არსებობს ხო ანუ ობიექტური მორალი თუ არსებობს ანუ პატარა ბავშვების ძალადობა თუ ობიექტურად ცუდია დასკვნა მოყვება რომ ღმერთი არსებობს მაგრამ ძალიან მარტივია ეს არ არის ერთადერთი არგუმენტი ანუ ეს არგუმენტი იმიტომ გითხარი რომ ამ არგუმენტს გაიგებდი შენ ყველაზე მარტივად თორე ეხა გეტყვის სხვა არგუმენტს თუ გაიგებ გეუბნები არგუმენტს და ჩაიწერე არგუმენტის თეზისებს გეტყვი ღმერთი არის აუცილებელი წინაპირობა ცოდნისთვის ცოდნა არსებობს ამიტომ დასკვნა ღმერთი არსებობს ეხლა რაც შეეხება თეზისებს როგორ მტკიცდება თეზისები რატო არის ღმერთი აუცილებელი წინაპირობა ცოდნისთვის იმიტომ რომ ცოდნისთვის იყენებ მეტა კატეგორიებს რაც ემპირიული გამოცდილების მიღმა ანუ აპოსტერიური ცოდნის მიღმა ანუ აპრიორული ცოდნებს მაგალითად ლოგიკის კანონებს მაგალითად მათემატიკურ იდეებს და ასე შემდეგ ესეთი თუ იტყვი რომ ცოდნა არ არსებობს ეგ არის თვით წინააღმდეგობრივი იმიტომ რომ შენ თუ იძახი რომ ცოდნა არ არსებობს ეგ განცხადება უკვე ცოდნა ანუ შენ ამბობ რომ ცოდნა გახრო ცოდნა არ არსებობს ამიტომ ეგ არის თვით წინააღმდეგობრივი ანუ მეორე პრემიზე უნდა დამეთანხმო და მესამე დასკვნა რაც არის ლოგიკურად მოყვება მე რო გითხრა რომ მანქანის სიარულისთვის მანქანა აუცილებელი მანქანის სიარული თუ არსებობს მანქანა ყველა ვარიანტში არსებობს ანუ ეგ არის დედუქციული მსჯელობა აი გეუბნები არგუმენტი აი ჩაიწერე ეს არგუმენტი და აი იცოდე რომ ეს არის ცოტა განვიხილოთ რა რომ შენ რო ამბობ უბრალოდ ეს მარტივად ხარ რომ აი ხო არის ცუდი ბავშვის მოკლა არის სხვა არგუმენტი გითხარი ანუ ხო არა მე მაგას ხო დააშენე ხო ანუ პირველი რაც კითხე პირველი არა სხვა არგუმენტია მაგრამ კაი მითხარი რას მე არსებობის იყო ის რომ კითხე რა ბავშვი პატარა ბავშვი არის თუ არა ცუდი მე გითხარი კი შენ თქვი რომ ობიექტურად ცუდი არ არის თუ არა იმ შანსს რომ შეიძლება არსებობდეს სიტუაცია სადაც პატარა ბავშვის ძალადობა იყოს კარგი აი უშუალოდ თუ არა მაგ შანსს ანუ პატარა ბავშვზე ძალადობა არის ყველა ვარიანტში ობიექტურად ცუდი თუ ეგ რაღაცა გადაარჩენს 1000 სხვა უპატრონო ბავშვს მაშინ მოსულია არა კონსეკვენციალისტი არ ვარ პატარა ბავშვის ძალადობა არის მაინც ყველა ვარიანტში მარტივი კითხვა არის ხო ანუ ყველა ვარიანტში არის ცუდი ყველა ვარიანტში ხო ვიცი ყველა ვარიანტში არის ცუდი ანუ 1000 ბავშვი რო შეიწეროს იმ რაღაცა
დემონი აქვს ჩასახლებული და მოკლავს 1000 სხვა ბავშვს რა. არ უნდა მოკლავს, დემონები ხო არ არსებობენ, დემონ ბავშვზე. პატარა ბავშვზე ძალადობა არის ანუ თან მე ისე რო გითხარი მან მე ბავშვს დავამატე ესეთი სიტყვა წინ ძალიან მნიშვნელოვანი უდანაშაულო თქვი მაინც იმიტომ რომ ვიცოდი რომ ოდესღაც გასაგებია მაგრამ რა არის დანაშაული ვერ გავიგე სამწუხაროდ მოდი მიდის ხოლმე აქამდე და ვიცოდი წინასა და გითხარი უდანაშაულო პატარა ბავშვზე ძალადობა არის ობიექტურად ცუდი და თუ გინდა სხვა რაღაცას ვიტყვი ახლა აი უფრო ისეც პატარა ბავშვის გაუპატიურება არის ობიექტურად ცუდი, რადგან ძალადობაზე მიდავები, ანუ მაგაზეც რადგან ვერთახდები, რომ ძალადობა ცუდია ბავშვზე ობიექტურად, გაუპატიურებაზე კი. პატარა ბავშვის გაუპატიურება ობიექტურად ცუდია. ისევ რა ნახე, ანუ იღებ რაღაც ძალიან მარტივ დებულებას, რაც არის ბავშვის გაუპატიურება რა და ამბობ რომ არის ცუდი რა. მეთანხმები? იმდენად როგორი რაღაცა არის, იცი, რომ აი თეთრზე შავსდებ და ამბობ რომ ხო, ნუ ეს რა, მაგრამ მეთანხმები რომ ობიექტურად ცუდია. ეგრე მარტივად არ არის. ეკითხები როგორც ათეისტ, მეთანხმები რომ ობიექტურად ცუდია კი თუ არა? რას ობიექტურად ცუდია? ხო რა თქმა უნდა ძალადობა ცუდია. არა, ობიექტურად არა, ძალადობა ცუდია ეს ობიექტური. შენი აზრი არ აინტერესებს. ადამიანო, შენი აზრი არ აინტერესებს. ობიექტურად ცუდია. ეკითხები, ობიექტურად ყველა ვარიანტი ცუდია, პატარა ბავშვის გაუპატიურება. ნუ ის ხო, კი, მაშინ არსებობს აბსოლუტური ტრანსცენდენტალური სტანდარტი. აი რატო ვფიქრობთ ეგრე მე უფრო მაინტერესებს რომ ამოვხსნა იმიტომ რომ ობიექტურად ცუდი რო იყოს ანუ თვითონ მორალურ ჭრილში რამე უნდა არსებობდეს რო გაიგო ეგ ამბავი რატო გეწყინება აი რო გაიგო რომ ვიღაცა არა გაუპატიუროს რატო გწყინს მომისმინე არ გამაწყვეტინო ორი წამი ნახე ობიექტურად ცუდი რო იყოს მაგისთვის უნდა არსებობდეს აბსოლუტური მორალური ავტორიტეტი ადამიანის გონების მიღმა იმიტომ რომ თუ არის ვინმე ვინცთვის რომ კარგია ანუ ყველას გონების მიღმა უნდა არსებობდეს სტანდარტი რაც გახდის მაგას ობიექტურად ცუდს ანუ დამოუკიდებელი სტანდარტი ობიექტურის დეფინიცია ეგ არის რომ ისედაც ცუდია არ აქვს მნიშვნელობა ვინას ფიქრობს ანუ მთელი სამყარო რო გაგიჟდა რო ჩათვალოს რომ პატარა ბავშვზე ძალადობა კარგია მაინც ცუდი იქნება იმიტომ რომ ეგ ობიექტურად ცუდია და თუ მეთანხმები რომ ობიექტურად ცუდია მაშინ ღმერთი არსებობს იმიტომ რომ ობიექტური სიმართლე ითხოვს ობიექტური მორალური ავტორიტეტი აი იგივე წრეზე ვტრიალებთ ცოტა რა მაგრამ იგივე რაღაცა არა ანუ ამ მტკიცებს მეთქი ღმერთის არსებობს იგივეს რო გეუბნები მაგალითად რომ ცხოველი არ მოკლავს თავის შვილს რატო არ ფიქრობ რომ ეგ ცხოველური რაღაცა გვაქვს ჩაწერილი რომ უბრალოდ არ უნდა გავაუპატიუროთ ანუ ადამიანო არ მეთანხმები რომ ობიექტურად ცუდია ანუ ვილო მომისმინე ანუ ჩამოყალიბდი ან მითხარი რომ ობიექტურად ცუდი ან მითხარი რომ ცხოველური ინსტინქტია თუ აწვევი რომ ცხოველური ინსტინქტია ეგ არ არის ობიექტურად ცუდი და იქ ცუდი და კარგი არც არის ცხოველური ინსტინქტებს შორის კარგი და ცუდი ინსტინქტი ეგეთი რაღაც არ არსებობს რომ ცხოველური ინსტინქტი ადამიანისთვის ობიექტური სიმართლე იყოს ობიექტური სიმართლე არა მორალურ ჭრილში ცუდი და კარგი გესმის რატო არ შეიძლება რომ ადამიანის ინსტინქტი იყოს მორალი ცხოველური ინსტინქტი როგორ შეიძლება კარგი ან ცუდი იყოს ამიხსენი ანუ თუ გესმის თვითონ კარგი და ცუდი რას ნიშნავს ანუ როგორც კარგი და ცუდი არ არსებობს ესე ყოველთვის კარგი და ცუდი თუ არ არსებობს რანაირად მეუბნები რომ პატარა ბავშვის გაუპატიურება ობიექტურად ცუდია როცა არის იძახი რომ არ არსებობს კარგი და ცუდი ამიხსენი მაშინ რატომ ატყუებ რომ ცუდია ყველა ვარიანტში მაგას რატომ მეუბნები იმიტომ რომ ნახე მე ვარ ადამიანი, მე ვარ ცხოველიდან წამოსული, შესაბამისად, ჩემ დნმ-ში არის ჩაწერილი, რომ მე უნდა გავმრავლდე. მე უნდა ობიექტურად ცუდი, ანუ რო გამრავლდე, გამრავლების მექანიზმი არც კარგი აქვს ცუდი, მან მორალური შეფასება არ კეთდება, დნმ-ს არ აფასებ კარგი და ცუდი, ეგ ფალასია. სხვა რაღაც გეკითხები, ეკვივოკაციისგან. ჩაწერილი რო გქონდეს რომ ჩაწერილი არა. ჩაწერილია ვერ გექნება, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, ვინც მაგ მოქმედება შადიან და მაშინ უნდა თქო რომ იმათ ესე. ფოტები არიან და არიან ძალიან ბოლომდე, ანუ კარგი და ცუდი ჩაწერილი, ჩამოწერილი პროგრამა თუ დაპროგრამირებულია, კარგია ეგ პროგრამა და ცუდია ეგ პროგრამა, ეგეთი რაღაც არსებობს მორალურ ჭრილში გელაპარაკები. მე შენ თუ დეტერმინისტი ხარ, ეგ საერთოდ მაქედან მოგიყვან არგუმენტს რომ ორი წამი დავთვალებ. მაქედან მოგიყვან არგუმენტს რომ ვაფშე ვერაფერი ვერ გეცოდი. მორალი არ იცვლებოდა სხვადასხვა ხალხისთვის. ვიკინგები ხო და მაგას არა მორალი არ იცვლება, იცვლება თავისუფალი ნება ადამიანის, რომელიც ხან ეთანხმება ობიექტურ მორალს, ხან არა და მომისმინე ბოლომდე კითხვა ამას მევინე ადამიანო, გამეცი პასუხი არ გაიქცე კითხვიდან. შენ იძახი რომ ცუდი და კარგი არ არსებობს ობიექტურად. მაშინ რატო იძახი, ანუ მეორე წამს რატო ეწინააღმდეგები შენ თავს და რატო იძახი რომ ობიექტურად ცუდია პატარა ბავშვის ძალადობა, რატო იძახი? ანუ რატო ეწინააღმდეგები შენ თავს? ეგ მაინტერესებს, ეგ გამიხსენ. ისო გეუბნები, ნახე, ჩემ რაღაცა ქმედებებს იმიტომ რომ მე გამაჩნია ბოდიში ინგლისური სიტყვა უნდა ვიხმარ consciousness-ი რადგან გამაჩნია მე მჭირდება აზრის დატანება სანამ რაღაცას ვიზავ ხო ანუ ჩემი ძალიან ჩქარა ხდება ეგ ყველაფერი მაგრამ წყლის დალევა როცა მინდა მე გავდივარ სამზარეულოში ვიღებ ჭიქავს ვისხავ წყალს და ამას ყველაფერს ჩემი ტვინი თulis ხო რა ხარჯი არის
შესაბამისად არის რაღაცები ჩაწერილი, რატო არის სექსი, ზოგ სიამოვნებს, იმიტომ რომ გაუმრავლდეთ, რატო ვუვლით ბავშვებს ისევ რომ გაუმრავლდეთ და ყველაფერი რა ის სიკვდილი. კარგი და ცუდი გესმის რა არის, ანუ აი რატო ლაპარაკობ ამდენს, როცა სხვა რაღაცას გეკითხები. კარგი და ცუდი, ანუ რატო აღწერ? აი იგივეს რატო აკეთებ, რასაც წინა ისები. ხო, ერთმანეთისგან და მე გეუბნები არა, სხვა რაღაცას გეკითხები. ადამიანი ყურადღებით მომისმინე. ან მითხარი რომ არის ობიექტურად ცუდი, თუ მეტყვი ობიექტურად ცუდს, ანუ მაშინ ამიხსენი რატო არის ობიექტურად ცუდი, იმიტომ რომ ეგ არ არის ახსნა. ეგ არის უბრალოდ რაღაცა კონდიციის აღწერა, ცხოველურ დონეზე. ანუ ინსტინქტები არც კარგია და არც ცუდი, ანუ ინსტინქტების შეფასება არ ხდება მორალურ ჭრილში. ეგ ფალასია. ანუ გეკითხები. მაგის ახსნა მინდა რა, რომ ანუ ხო, მაგას როგორც ხსნი ეგრე ვერ ახსნი. ფიქრობთ ადამიანები უმეტესობა ეგრე, იმიტომ რომ ეგრე ვარ შექმნილი. არა, ფიქრობ არა, მაინტერესებს ობიექტურად. ხო, რა თქმა უნდა, რომ ეკითხები ბავშვის დაუპატიურება ცუდია თუ არა, გიპასუხებს რომ ცუდია, მაგრამ ეგრე ვარ, უმეტესი ადამიანი ეგრე გეტყვის, სხვადასხვა კულტურის და რელიგიის. არა, მილიარდი ადამიანი, სადაც ეგ დაშვებულია. მილიარდი ადამიანი. ცუდია. ხო, კი ბატონო, და მან სხვა რაღაცას ლაპარაკობენ. შეიძლება რამოდენიმე საუკუნეში სხვა რაღაცა აი მუსლიმურ სამყაროში ცუდი არ არის? ანუ კითხვაზე გამეცი პასუხი, ობიექტურად ცუდი არის თუ არა, მაგას გეკითხები მეთქი. ანუ ისედაც შენი გეუბნები რომ კითხო რა, იმიტომ რომ ადამიანი ვარ, მაგრამ თუ მეუბნები კი. ზაღლი რო ვიყო, შეიძლება გითხრა რომ არა უწევს. ანუ თუ მეუბნები კი, ანუ ახდენ ობიექტური მორალის პრესუპოზიციას, ანუ ვიძახი რომ მორალი არსებობს ადამიანის გონების მიღმაც, ანუ აბსოლუტურად ობიექტური. არ ვამბობ მაგას ხო და. კარგი, მაშინ რატო ვიძახი ობიექტურს იღებ და იმას როდი რა ბიჭო, ანუ ეხა ორი წამი მომისმინებთ ხო? ან ეხა ჩაგიშვებ ლაივიდან, იმიტომ რომ შენ თავს ეწინააღმდეგები მილიონჯერ და ყველაზე მეტად ეგან მიყვარს. ადამიანი ერთს რო იძახის და მე მეორე თავის თავს ეწინააღმდეგები. ნახე, შენ თუ ამბობ რომ რაღაც არის ობიექტურად ცუდი. ეგ არის უკვე ობიექტური მორალის პრესუპოზიცია. ანუ ობიექტური მორალის გარშე რაღაც ვერ იქნება ობიექტურად ცუდი. ისე ეს თუ არ იცოდი, შემდეგში იცოდე რო რამე მომავალში. თუ არსებობს ობიექტური მორალი, ანუ რასაც გეუბნებოდი წეგან რომ ახდენ ობიექტური მორალის პრესუპოზიცია, ეს ნიშნავს რომ ადამიანის გონების მიერ არსებობს რაღაცა ობიექტური მორალი, საიდან გამომდინარე ეგ მოქმედება არის ობიექტურად ცუდი. შესაბამისად არსებობს აბსოლუტური მორალური ავტორიტეტი, ანუ არსებობს ღმერთი. ეხა შენ თუ მეტყვი რომ სიტყვაზე ობიექტური მორალი არსებობს, მაშინ უნდა მითხრა რომ ობიექტურად ცუდი, რაზეც ამოდი რომ ობიექტურად ცუდია, ეგ არ არის ობიექტურად ცუდი. ან თუ მეტყვი რომ ობიექტური მორალი არსებობს, ანუ არსებობს რეალურად მორალს აქვს ონტოლოგია ობიექტურად, მაშინ ამიხსენი რანაირად აქვს მორალს ონტოლოგია, ანუ ისე რომ ღმერთის გარეშე, ანუ მორალური ავტორიტეტის გარეშე ადამიანის გონების მიერ. იმიტომ რომ ობიექტურის დეფინიცია რაღაცა ერთი რაღაცა ეს ჭეშმარიტი მორალი მარტო ადამიანებს ეხება, ხო? როგორ? არ გადადის მაგალითად, ხო? ცხოველ მაგრამ არა, ცხოველი არ არის მორალური არსება, ანუ. ხო, ადამიანს ეხება მარტო. თან ჩვენი ტიპის ადამიანს რაღაც homo erectus და იმათ არა, ხო? ჩვენი homo sapiens. ვინმაც? ჰა? homo erectus-ი რა შუაშია? homo erectus მაგალითად მორალები არ გააჩნდა რა შეიძლება. ანუ არა ცდები, არაც გააჩნდა. homo erectus-ი არის ჩვეულებრივი ადრეული ადამიანი განსხვავებული ანატომიური მახასიათებლით, მეტი არაფერი არის homo erectus. კი ბატონო და ასევე ინტელექტუალურად. ხო, ინტელექტუალური არსება, რომელსაც გააჩნდა იმაზე მეტი მორალი, ვიდრე დღეს ჩემი აზრით ადამიანს, მაგრამ ოკეი, მე ამიხსენი. ანუ საბოლოოდ რა პოზიციაზე ხარ? ხო, ეგრე არის ხო. ობიექტური მორალის გჯერა? ანუ გჯერა რომ ობიექტური მორალი არსებობს. ბიჭო, ხო რავი, ანუ ადამიანი რადგან ვარ უნდა ვთქვა რა, იმიტომ რომ ანუ არა, უნდა თქვა არ არის აუცილებელი თუ არ როგორ არა, ანუ როგორ არა, რამდენ ან რატო არა? სხვანაირად როგორ, ხო ილი? თუ არ ვარ, ავადმყოფი თუ არ ვარ, სხვანაირად ხარ გამოდის. კარგი, გავიგე, ილო, კაი, ბაზარი არა. არსებობს ობიექტური მორალი. ეხლა ჩემი არგუმენტი არის, რომ თუ ობიექტური მორალი არსებობს, ადამიანის გონების მიერ უნდა არსებობდეს მორალური სტანდარტი. ეხლა შენ თუ მეტყვი რომ არა არ უნდა არსებობდეს, მაშინ მორალი იქნება სუბიექტური და არ იქნება ობიექტური. თუ მეტყვი რომ უნდა არსებობდეს, ანუ გეუბნები რომ ეს სტანდარტი უნდა იყოს აბსოლუტური ცხადია, იმიტომ რომ აბსოლუტური მორალური ჭეშმარიტებები არსებობს. აბსოლუტური სტანდარტი მორალური უდრის ღმერთს. დეფინიცია ეგაა. აი და ვინ წყვეტს სუბიექტურია რაღაცა თუ ობიექტურია? ანუ ნახე, მაგას გეკითხებოდი წეგან ზუსტად, ანუ ჩვენ ვიცით რომ შაურმის გემრიელობის საკითხი სუბიექტურია, იმიტომ რომ არის დამოკიდებული სუბიექტზე. თუ რაღაც არის სუბიექტის პირად აღქმაზე, მაშინ ეგ საკითხი არის სუბიექტური. მაგალითად, ჰალუცინაცია სუბიექტურია, შაურმის გემრიელობა სუბიექტურია, მაგრამ მათემატიკა ობიექტურია. მორალზე იძახი რომ ობიექტურია. თუ იტყვი რომ სუბიექტურია, ბაზარი არ არის. მაგრამ იძახი რომ ობიექტურია, თუ ობიექტურია, მორალს უნდა ყავდეს მორალური წყარო ამ შემთხვევაში აბსოლუტურად. ხო, მაგრამ არ ფიქრობ რომ მე უმეტესობა ადამიანის უმეტესობა წყვეტს რა არის ობიექტური სიმართლე?
არა, ვერ გადააწყვეტს. აი, ნახე, ილია, დაუშვათ ჩემს და შენს გარდა ყველა გაგიჟდოს მსოფლიოში და ყველამ ჩათვალა, რომ 2+2 არის 7. ანუ მაინც 4 იქნება. ან ჩათვალა, რომ ძალადობა კარგია და დაგზდოს მთელი მსოფლიო. მაინც ძალადობა ცუდი იქნება. ანუ ადამიანი შეიძლება შეცდეს. პირიქით, ადამიანი ხშირად ცდება. ანუ ადამიანი ვერ განსაზღვრავს ობიექტურ ჭეშმარიტებას. ადამიანს შეუძლია აღიქვას. მეტი არაფერი. აი, ხო, მარტივი ისინი და თქო, არა, მარტივი არა, ისლამურ სამყაროში დაშვებულია 9 წლის ბავშვის ცოლად მოყვანა. 6 წლის ბავშვის ცოლად მოყვანას დაშვებულია სუნა არის რა, ანუ სუნა ნიშნავს დაშვებას. ვიცი, კაცო, 1000 სხვა არსებობს, დაჟე ქრისტიანობაში დაძაბული თემაა. ქრისტიანობაში არ შეიძლება, ხო და ანუ საუბარია მილიარდად ბიჭო რაღაცა დაგიმტკიცე მაგას. ანუ მილიარდ ადამიანზე საუბარი. შენ რომ მოხვდე იმ სოციუმში, სადაც ეგ დაშვებულია. შენ ხო ვერ იტყვი რომ აქ ეს მიღებულია და რავი, მე შევეგუები იმ ხრივ რომ მეც ჩავთვლი რომ კარგია. არა, მაგრამ მან რო დაუბადებულიყავი, ეგრე ვიფიქრებდი. ანუ ეგ ხო ეგ რა შუაშია როგორი ფიქრები? შენ როგორი ფიქრებდი, მაგაზე არ მაქვს საუბარი. კარგი არა, ვერ ესმით, აზრი არა. მე რა აზრი არა. არ მესმის ვერ ესმის, ვერა, იმიტომ რომ ვერ გაიგრას გელაპარაკებული მაგრამ რამდენჯერაც ვაპარაკობ. შენ რას იფიქრებდი, არავის არ აინტერესებს. სიცილიან რაღაცა მოყვება, ეგ არის ხვის ერთი წამი ხო? შენ რას იფიქრებდი, არავის არ აინტერესებს. ობიექტური წირა არის? არის ანუ ნახე ილო, ხანდახან, ანუ უბრალოდ რაღაცა მომენტებში, ანუ ისეთ რაღაცას ამბობ, რომ ეწინააღმდეგები შენ თავს და მაგიტომ აქ ეგეთი რეაქცია. და აი მე ვარ მაგალითად ზანგი ლესბოსელი ქალი. ხო მეთანხმები ამაში? თუ თვლი ხარ? თუ იდენტიფიკაციას ახდენ ჩემი აზრით ხარ? ხო ვერ მეთანხმები მაგაში. რას ქვია ვერ გეთანხმება? მოიჭა მე წაღა თქვას არა ქვია. ჰომოფობია არა. თუ ვერ დაგეთანხმება დაეხება მოიცა ჰომოფობიას. რატო არ მეთანხმები? ზანგი ლესბოსელი ხარ, უნდა გითხრა რომ ზანგი ლესბოსელი ხარ მაშინ რავი. არ დაგეთანხმება მეთქი ბიჭო. ანუ უნდა დამეთანხმო? იდენტიფიცირები. რა ჩარტე კამერა იქნებ ზანგი ლესბოსელი ხარ, რა ვიცი. ой მე ეხლავ ერთი წამით. მოდი დავამტკიცო ხა მეგობრებო რომ არ ვარ ზანგი ლესბოსელი ხარ. ანუ კახი თუ შენ იდენტიფიცირებ. ალია ჩემზე თქვი თუ აგე ჩართული მაქვს. კახი თუ ახდენს იდენტიფიკაციას. აი კავკასიელ კაცო. ის უყარ რა საჭმელი გიოს, მაგრამ რო თბილისში ხარ თქვენ? თბილისში არა, მე ცოტა დამიგვიანდა. ორი საათი თუ კანორ, მაგრამ სად ხარ თმაო შენ? მე გერმანიაში ვცხოვრობ. ვა, რომელ ქალაქში? ბერლინში. ვა. დიახ. აი კანის ფერით რო გამოჩნდეს. ანუ მე ჩემი აზრით ნამდვილად არ ყოფილ ზანგი ლესბოსობაზე არ ვიცი. რას ქვია არ ყოფილ ეგრე ფიქრობს მა? შენ ჰომოფობი ყოფილ ხარ. ჰომოფობი ტრანსფობი ხარ. რატომაც შენ მეუბნები? არა, ილია, რატომაც შენ მეუბნები რომ არ ხარ შენ შავი ლესბოსელი ქალიო? ანუ ეგ ნიშნავს რომ შენ ხედავ რომ არ ვარ, ანუ ობიექტურად რომ კაცი ვარ, მაგას ხედავ. შენი თვალებით. კი ბატონო. მაგრამ ეს არის ობიექტური სიმართლე. მე როგორც არ უნდა ჩავთვალო. ხარ კაცი? როგორ? ოპერაციები შეიძლება გაიკეთო ისე რომ თავზაინს გავსო და აღარ ხარ კაცი? არა, გაიკეთო. გაკეთებაზე არ არის კაცო. ამ მომენტში ხო რა თქმა უნდა რა, ანუ მაგას გეუბნები ისო, ნახე, მეუბნები დებულებას, გეუბნები არ მჯერა, მიმტკიცებ, გეუბნები მჯერა. მარტივი და სხვა გამოცვლა არის, ხო? იმარა, ნახე, ეხა დებულებას გეტყვი, რაღაცა დებულებას გეტყვი, რომ მიხვდე დაახლოებით პარაგრაფს. დაუშვათ მე ვიძახი, რომ სიტყვაზე კახი ინძახის, რომ ნეო გუშინ იყო ბათუმში. მე ვიძახი, რომ კახი მართალია. მაგრამ ვიძახი, რომ გუშინ არ ყოფილვარ ბათუმში. ანუ ეს ხო ნიშნავს, რომ მე ყველა ვარიანტში ვიტყუები, ხო? იმიტომ რომ თუ კახი მართალია, მე ვიტყუები, იმიტომ რომ ბათუმში ვიყავი და მე ვიტყუები, ან კახი მართალი თუ არ არის, მე მაინც ვიტყუები, იმიტომ რომ კახიზე ვიძახი, რომ მართალია. ეხა პრინციპი რა არის? ნახე, როცა იძახი ანუ სიტყვაზე, აი ერთ განცხადებას რო ვაკეთებ, რომ რაღაც არის ობიექტურად ცუდი. მან თუ იტყვი, რომ ობიექტური მორალი არსებობს, შენ თავს ეწინააღმდეგე. თუ იტყვი, რომ ობიექტური მორალი არსებობს, მაგრამ მაგრას უბრალოდ ადამიანი განსაზღვრავს სუბიექტურად, ეგ სუბიექტური მორალი, ანუ მაინც შენ თავს ეწინააღმდეგე. ანუ ნახე, აი თეზისები, აი ნახე, მაგალითს მოგყვა, ნახე, ყველაზე მარტივი მაგალითი, დედუქციური მაგალითს ხშირად იყენებენ ამას. ყველა ადამიანი მოკვდავია, სოკრატე ადამიანია
ისა ანუ დასკვნა მოყვება სოკრატე მოყვდავი ანუ ყველა ვარიანტში გამოდის ეგ დასკვნა ანუ შეუძლებელი ეგ დასკვნა სიმართლე არ იყოს მიხდი ანუ სოკრატე მოყვდავი ეხლა ნახეთ ემარ ან ყველა ლითონი ელექტროგამტარია რაღაც სპილენძი ლითონია სპილენძი ასე შემდეგ ეხლა ნახეთ ემარ მაგ დროს როცა დედუქციური დასკვნა მოყვება ანუ დედუქციურად როცა ვживოთ არსებობს ობიექტური მორალი ეს ობიექტურად ცუდი ანუ არსებობს ობიექტური მორალი თუ არსებობს ობიექტური მორალური ავტორიტეტი ანუ ეს უნდა მოაყოლო და თუ მოყვება ღმერთი არსებობს და ანუ რატო გონია ძნელი ღმერთის არსებობის დამტკიცება ჩემს ყველაზე ადვილი დასამტკიცებელია ღმერთი ვაფშე ყველაზე ანუ იმაზე ადვილი ვიდრე რომ დამიმტკიცო ეხლა რომ ჩართული ხარ ლაივში სიტყვაზე ბევრად გაგიჭირდება ჩემი აზრით ანუ პირიქით პრინციპია რა მეტაფიზიკური ძალიან მარტივი და ეს ერთი არგუმენტი და ბევრი არგუმენტი გვაქვს პროსტა ანუ რა ვიცი მათემატიკური არგუმენტიც არის რავი უსასრულობა რომ ამოიღო მათემატიკიდან კარგავს მათემატიკა აზრს ხო ანუ ჩარჩოს თუ დაუწესებ აზრი და თავის სრულყოფილება იმით ჩნდება, რომ იქ არის უსასრულობის ნიშანი და საერთო ჯამში ყველა მხრივ მინუსითაც და პლუსითაც ყველგან ბოლოს მაინც უსასრულობამდე მიდიხარ. და ეს უსასრულობა ქმნის უსასრულობა. შემდეგ ანუ შესაბამისად მატერიალურ სამყაროშიც და არამატერიალურშიც და ფიზიკურშიც და მეტაფიზიკურშიც აუცილებელია უსასრულობის ფაქტორი, რომ იყოს სრულყოფილება შექმნილი. და ну, შესაბამისად უსასრულობის წყარო არის ღმერთი რა. აი ისევ რა ვერ ხვდები ანუ რაღაცა სიმართლეთან მოდი მოდიფიკაციას გავუკეთებ არგუმენტს ცოტა არგუმენტი. იმიტომ რომ ორი ტიპის უსასრულო ერთ-ერთი ჩავამთავროთ და უნდა გავიდე რა თორე აი მათემატიკის არგუმენტი იყოს არ არის ჩემი საყვარელი არგუმენტი, მაგრამ გავაკეთე. არგუმენტი ცოტა არ მომეწონა, იმიტომ რომ ორი ტიპის უსასრულობა არსებობს, პოტენციური და აქტუალური. მათემატიკური რიცხვებს პოტენციური უსასრულობა აქვს, აქტუალური არ აქვს. ამიტომ აქტუალური უსასრულობა მარტო გვერდს. ეხლა მათემატიკაზე მარტივ არგუმენტს გავაკეთებ რა. მათემატიკა არის სიმართლე როგორც იდეა. ანუ მაგალითად 2+2 4 იყო იქამდე სანამ ადამიანი საერთოდ იარსებებდა. და 2+2 4 იყო იქამდე სანამ საერთოდ 4 რაოდენობის საგანი იარსებებდა. ანუ მათემატიკას როგორც იდეების სამყაროს არ აინტერესებს აქტუალურად არსებობს თუ არა მაგდენი რაოდენობის საგანი. აი მაგალითად შენ რო აიღო ისეთი ასტრონომიული რიცხვი, რამდენი რაღაცა ობიექტიც კი არ არის საერთოდ სამყარო, რაღაცა გამოგონილი რიცხვი. ანუ იმ რიცხვს საერთოდ, ანუ მიმატება და გამოკლება მაგ რიცხვზე მაინც შეგიძლია მაგ რიცხვზე რო გააკეთო. ანუ მათემატიკა არის იდეა, რომელიც არსებობდა ადამიანის შექმნამდეც და იდეების პირველი წყარო არის გონება რა და გონება რადგან არის პირველი წყარო, გონი უნდა იყოს ახლა ამ შემთხვევაში აბსოლუტური გონი უდრის ღმერთს რა მათემატიკის არგუმენტი. ესეთი იქნება. რა ვიცი, მაგრამ მათემატიკა ასევე თვითონაც ამბობს, რომ შეიძლება ყველაფერში რასაც გადაგებს, ცდებოდეს. იმიტომ რომ 100%-ით არაფერი არ არის რა. მათემატიკა? ხო რა, ხო 100%-ით არაფერი არ არის რა, ანუ იმას ვამბობ, რომ 2+2 ჯერჯერობით 4 არის, მაგრამ შეიძლება რაღაცა 400 საუკუნის მერე მივხვდეთ, რომ უი ბევრად მეტი ყოფილა აქ რა. ეგ თვითონ იმას ამბობ, აი მეცნიერები ვაცადოთ ახლა გაგანში ვერ ერკვევ. მათემატიკოსო ასპარეს გითმო ეგ აგვიხსენი ეგ საკითხი. ანუ 2+2 ის კი არა რომ წლების მერე სხვა რაღაცა გახდება. ადამიანი სანამ გაჩნდებოდა, მანამდეც 4 ხვდები მაგას. ხო, ჯერჯერობით რა წესებითაც არის, კი ბატონო, მაგრამ ჯერჯერობით ბაშუაშია ჯერჯერობით. სხვა რაღაც გეუბნები. ადამიანი არსებობს თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ის კი არა რომ ადამიანი მერე განვითარდება და რაღაცას დაადგენს სხვა რაღაცას. გასაგებია, მაგრამ ის მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მე მაგარაგას გეტყვი, ილო, ნახე, დაჟე 2+2 4 ფეხებზე კიდია ვაფშე სამყაროს არსებობას. მაინც 4-ია. გასაგებია, მაგრამ ანუ ორი მკვდარი პლანეტას რომ მიუმატოთ ორი მკვდარი პლანეტა მკვდარ გალაქტიკაში არის 4 მკვდარი პლანეტა მკვდარ გალაქტიკაში. ანუ შესაძლო სამყაროში ორი შესაძლო სამყარო ანუ მოდალური ლოგიკის ენაზე რომ იმატო. ხო რა, აი მაინც 4 შესაძლო სამყარო იქნება. ორი მფრინავის პაკეტის მონსტრი, რამე რო არსებობს ეგეთი, ანუ მაინც 4-ია. იდეაა ბიჭო. ეგენი იდეებია. ისე ოთო შენი აზრით რატო ეგ ყველას უჭირს სხვათა შორის მაგას ანუ დაჟე მათემატიკაში მიმცერყევა მაგას უჭირს მაგის მიხედვით რატო არის ეგ შენი აზრით? იმიტომ რომ არასწორად ასწავლეს თავის დროზე, ანუ სკოლაში ასწავლიან არითმეტიკას და ანუ არითმეტიკა გუნდეთ მათემატიკა. ვერ ხვდებით რას გეუბნებით, ანუ სწორი არის და 2+2 მათამდე 2+2 იყო რა, მაგრამ ხო იყო რაღაცა მათემატიკური ფორმულა, მაგალითად ცოტა მერე აღმოაჩინეს.
და 2+2 მათამდე იცოდნენ რა. არა, ფორმულა ენა просто იყო რა, გადმოცემის ფორმულა ვაფშე არ ითვლებოდა მათამდე, ან წილადები დაიხმარეს რომ რაღაცა ახალი გამოთვალოთ, რაც აქამდე 2+2-ზე ეგეთი რაღაცები არ უხმარია. კაი, მე ვეტყვი. 2+2 არის საწყისი საბოლოო. გაგცემ ნახე. ცხადია მათემატიკაში ადამიანმა ყველაფერი ერთ წამში არ იცოდა. ნელ-ნელა მივიდნენ დღევანდელ ცოდნამდე. ანუ რაც ახლა ცოდნა არის დაგროვილი მათემატიკაში, ეს წლების წინ არ იყო ეს ცოდნა. ეგ გასაგებია. მაგრამ ადამიანის ცოდნა ეს საერთოდ არ არის დამოკიდებული თქო 2+2. ადამიანი კი არა, სამყარო რო არ არსებობდეს 2+2 მაინც 4 იქნება. ხვდები მაგას? ანუ ფეხებზე კიდე 2+2. ილო, ნახე შენ რასაც ამბობ, ეგ არის უბრალოდ ადამიანმა რო არის არსებობს 2+2 არის არსებობდა. რა არის არსებობდა? ადამიანი რო არ არსებობდეს 2+2 არის. კი რატო ილო, აი წარმოიდგინე ჰიპოთეტურად რა ადამიანი არ არსებობს და ორი ხე არის სადღაც და ამოვიდა გვერდით. ესეთი რაღაცა არის რა, სამყარო არის რაღაცა ქაოსი და ადამიანები ამ ქაოსში პოულობს. ილო, რამდენი წლის ხარ თუ არ არის საიდუმლო. ჩვენთვის მართალია, მაგრამ რავი რაღაცა უცხო პლანეტელისთვის შეიძლება ვაფშე არ იყოს. ამით გადაუხვევთ ემას. მე იმას ვამბობ, შენ რაღაც უყურებ სამყაროს, უყურებ მარტო შენი თვალებიდან, შენი გადმოსახედიდან რა. ილო, ჩემო კარგო. აი, ილია რა, რამდენი წლის ხარ? 25. 25, ანუ არჩევნებშიც მიიღე მონაწილეობა პოლიტიკურად აქტიური ხარ? ხო, სამ წავიდოდი კი. ხო, აი, უბრალოდ თუ საიდუმლო არ არის, აი, რა პოლიტიკური იდეოლოგიას ემხრობ? ნუ, მე საერთოდ რავი რა, პოლიტიკოსები დიდად კაი ადამიანები. მემარცხენე თუ მემარჯვენე? უბრალოდ მაინტერესებს პირადი ხარ. მე ვარ სავარაუდოდ ლიბერალიზმის, ხო? კი, კარგი. ისა ილია ბოდი. ეგ რა კითხვა იყო, კაი რა, კახი, ეგ ვერ მივხვდი აქამდე ეს. არა, მე მივხვდი, მაგრამ მე მინდოდა რომ აი 380 კაცმა მოისმინოს ლიბერალების შეხედულება 2+2-თან დაკავშირებით, ღმერთთან დაკავშირებით, ობიექტურ მორალთან დაკავშირებით და საერთოდ აი ამ საკითხებზე რომ მივხვდარიყო იდეოლოგიური განსხვავება. იცი რა მაინტერესებს მე ძალიან, ჩემთვის ყველაზე სასაცილო რა არის, იცი რომ ახლა აქ ჩვენ რო ვილაპარაკოთ ერთ პასუხამდე ვერ მივალთ ვერასდროს რა. დათანხმება არ დათანხმებაზე არის ბოლოს, იმიტომ რომ პასუხი არც ერთხელ არ ვიცით რა. მაგრამ თემა რა არის, საკითხი ჩვენ დაგეთანხმებით, შენ თუ მართალი იქნები ობიექტურად. რა, რომ თან რელიგიას აწვევით და მაგით ამტკიცებთ პლუს ღმერთს რა. ცოტა ხანში რომ გავიგოთ რა, რომ მეტეორი რო ვარდებოდეს რა. აი მოდიოდეს მეტეორი დედამიწას. მან შენც მორწმუნე გახდები ჩვენთან ერთად ილოცებ შენ. 7 მილიარდი ადამიანი დაეცემა მუხლებზე, 7 მილიარდი ადამიანი დაეცემა მუხლებზე. და აი ზუსტად ეს 1000 ადამიანი ვინც ხვდება რომ ცოტა სხვანაირად მუშაობს სამყარო, მართლა შეეცდება რომ რაღაცა შეცვალოს რა და მან მართლა მაინტერესებს რამდენად იქნება მე თქვენი სიმართლე არ აქვს ამას ყველაფერს საბოლოო დღის ბოლოს ამას განხილვას რა უბრალოდ საბოლოოდ როგორ ცხოვრობ და რას აკეთებ მაგას აქვს მნიშვნელობა. მე მაგალითად მე მართლა პირადად მიმაჩნია საქართველოში რა ქრისტიანებიც არიან, მე უფრო მიუზეუმ იესოს ქადაგებებს, ვიდრე ძალიან ბევრი ქრისტიანი საქართველოში. ილია, კი, მადლობა. ისთვის და ილია, კი, ანუ გეთანხმები მაგაში, შენ ჩემზე მორალურად კარგად ცხოვრობ ჩემი აზრით, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს შენთან, ანუ ილია, ხარ სავარაუდოდ კაი ადამიანიც იქნები რა. არა, კაი ადამიანი არ ვარ. რელიგია არის, რომელთანაც ცოტა რთული არის ბათქი, მაგრამ კაი ადამიანზე უარესი ვარ. კაი ადამიანები არ ვართ აქ სამწუხაროდ, მაგრამ ეს ქრისტიანობაც მაგიტო გაპოპულარულდა სინამდვილე რო ითქოს, იმიტომ რომ კარგ ადამიანობას ქადაგებდა, რაც შენ გინდა რომ გაკეთო ის გაუკეთო. სხვანაირად ქადაგებდა, მაგრამ ნახე, ეხლა მე კითხვა მაქვს შენთან. ილია, ქრისტიანობა რო სიმართლე იყოს, ქრისტიანი იქნებოდი? ხო. კი? არა, ქრისტიანობა რო სიმართლე იყოს, ქრისტიანი ვიქნებოდი. კი, თუ საკმარისი არგუმენტი იქნებოდა, კი. თუმცა მე თვითონაც მაქვს ეხლა მაგაზე აღარ შევხვდეთ, თორე ძალიან გვიანი გაგუძა, მე თვითონ მაქვს რაღაც პრობლემები თვითონ რელიგიასთან. როგორ უნდა შეხედო და რაღაცა, მაგრამ მე ეხლა პირადად მაქვს პრობლემა აი მაგალითად თქვენაირ ხალხთან, რომ კი ბატონო ეხლა რომ ვილაპარაკოთ, რომ პატარა ბავშვის გაუპატიურება ცუდი არის, კი ბატონო მაგაზე აი გაღარ თქვა რა იქ სიტყვა მაგრამ თქვენ ქადაგებთ რაღაცებს, რაზეც არ იცით სხვა ადამიანებს არ გაგიქნებიან. ილია, ბოდიში, ერთ რამეს გეტყვი, რომ ანუ ისე და აქ მეც გავამენ ნელ ვიმეს
ანუ უფალს იესო ქრისტეს უყვარხარ, აი შენს გადასარჩენა თავი გაწირა, ანუ პიროვნულად შენთვის ჯვარს ეცვა, შენი ყველა ცოდვა რა ჩადენილი და რასაც ჩაიგენ საკუთარ თავზე იტვირთა და ანუ ყველანაირი საშუალება მოხდა იმისთვის, რომ მასთან იყო ღულში ჩაგიკრას და მოკლედ ყველაფერი გააკეთა შენთვის რა, ანუ მეტი ეს მინდა და მეთქვამი. მე ბატონო, კარგი. გაიხარით, მოშეგეცეთ უფალი იესო ქრისტე, მადლობა ამისთვის, გაიხარით, მადლობას.